ამაღლობელის საქმე შეიტანეთ უკვე განცხადება სასამართლოში, რომელიც უნდა შევიდეს ახლა ფიზიკურად, ხომ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, როდის ელოდებით პასუხს პირველ რიგში ეს არის საინტერესო. საღამოშვიდობის მადლობა ჩართვისთვის. დიახ, ეს შუამდგომლობა უკვე შეტანილია, მატერიალურად უკვე არის სასამართლოში და 24 საათიანი დრო უკვე დაწყებულია. ეს დრო არის ის დრო, რაც მოსამართლეს აქვს იმისთვის, რომ განსაზღვროს დაუშვებს თუ არა ამ შუამდგომლობას. შუამდგომლობა ეხება ერთ საკითხს, რომ ის პატიმრობა, რომელიც გამოყენებულია მზიამაღლობელის წინააღმდეგ, სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო გაუქმდეს, იმიტომ რომ არ არსებობს ამის გაგრძელების რაიმე წინაპირობა. ის წინაპირობებიც კი აღარ არსებობს, რაც თეორიულად მოსამართლემ მიუთითა მაშინ, როდესაც გამოიყენა ერთი თვის წინ, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. მოსამართლემ მაშინ გამოიყენა ორი არგუმენტი. ერთი ის, რომ მზიამაღლობელი მოახდენდა მოწმეებზე გავლენას და ჩვენ ნახეთ გამოძიების მასალები და დაკითხული ყავს გამოძიებას ყველა ის პირი, ვისი დაკითხვაც მიაჩნდა საჭიროდ და ესენი არიან პოლიციელები. მზიამაღლობელის დაკავების შემდგომ მხოლოდ დამატებით კიდევ 4 პოლიციელია გამოკითხული და ამით არის ამოწურული გამოკითხვის პროცედურები. და შესაბამისად თეორიულადაც კი არ არსებობდა იმის შანსი, რა თქმა უნდა, რომ პოლიციელზე გავლენა მოეხდინა მზიას, როგორ შეიძლება პოლიციის ჩვენებაზე გავლენა მოახდინოს ადამიანმა, რომელსაც პოლიციასთან არ აქვს არანაირი ამ ტიპის კავშირები, მაშინ როდესაც პირიქით ეს ადამიანები, ეს პოლიციელები არიან იმავე დანაყოფის თანამშრომლები, სადაც მუშაობს იგივე ირაკლი დგებულაძე, სადაც დანარჩენი პოლიციელები მუშაობენ, სადაც ეს მოქმედებები მიმდინარეობდა, მათ შორის არასათანადო მოპყრობა მზიამაღლობელის წინააღმდეგ. ეს იყო ერთი გარემოება და მეორე გარემოება, რომელზეც მოსამართლე საუბრობდა, არის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელიც თავის საინტერესო, ანუ ეს ერთგვარად ახალი გარემოებაა ხომ ამ საქმეში, ეს სულ ახალი გარემოება არ არის, ეს გარემოება იყო თავიდანვე, ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდან საუბრობდით, რომ არ იყო სამართალდარღვევა ჩადენილი. ნაწილს გულისხმობ, რომ სხვა მუხლი ჩაიწერა შემდეგ თილაძეზე ამბობენ 150. ეს თავიდანვე ასე იყო, რომ 150 მუხლით მოხდა მისი დაკავება სინამდვილეში, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრას მოყვა მისი დაკავება, ისევე როგორც სხვა აქტივისტების დაკავება და ასევე ხმაც ისმის ვიდეოებში, რომელიც არსებობს და რომელიც გავრცელდა, მათ შორის ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ, სადაც პოლიციელები თვითონ ამბობენ, რომ 150 მუხლის საფუძველზე აკავებენ, მაგრამ შემდგომ, როდესაც პოლიცია მიხვდა, რომ 150 მუხლის საფუძველზე არ აქვს უფლება პოლიციას დააკავოს, იმიტომ რომ ეს კანონში ცალსახად წერია, კანონი ადგენს რა შემთხვევებში აქვს პოლიციას დაკავების უფლება. 150 მუხლის ჩადენის შემთხვევაში პოლიციას დაკავების უფლება არ აქვს საერთოდ. ასეთ დროს შეიძლება დაიწეროს ოქმი, შემდეგ ამაზე სასამართლო იმსჯერებს, მაგრამ დაკავების უფლება პოლიციას არ აქვს. მათ დააკავეს სტიკერის გაკვრას გამო და თქვეს, რომ ეს 150 მუხლია, ანუ ეს არის იერსახის დამახინჯების მუხლი, როდესაც აი სტიკერებს ნაწერებს თვლიან, რომ შენობის იერსახეს ამახინჯებს. ეს ცალკე საკითხია, რომ ეს მუხლიც არ იყო, იმიტომ რომ ეს სტიკერი დროებით განთავსდა ადვილად განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ხდებოდა მისი მოცილება და ესეც ჩანს ვიდეოში, რომ ძალიან სწრაფად მოცილებადი იყო ეს სტიკერი და რაიმე ესეთი ზიანი ამას არ გამოუწვევია, მაგრამ ამას არ აქვს უკვე აქ არსებითი მნიშვნელობა, ოქში ჩაწერეს, რომ თითქოს მზიამაღლობელი 173 მუხლს არღვევდა. ეს არის პოლიციელის ლანძღვაგინება, შეურაცხყოფა. ანუ თავიდანვე სიცრუეს დააფუძნეს პირველივე იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში დაკავების უფლება არ ჰქონდათ, მზია უკვე დაკავებული ყავდათ და მათ დაჭირდათ სხვა მუხლის და სხვა გარემოებების ჩაწერა ოქში, იმისთვის რომ დაკავება გაემართლებინათ და შემდგომ რაც სასამართლოზე მოხდა, ეს ყალბი მონაცემების შემცველი ოქმი და ეს ყალბიც რომ არ იყოს. თვითონ ოქმი, რომელიც თავისუფლად გასაჩივრებულია და ჯერ ძალაში არ არის შესული და არ არის დადასტურებული, რომ რაც იქ წერია სწორია, იმიტომ რომ ჩვენ დაკავების ოქმი გავასაჩივრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და პასუხი ჯერ არ მიგვიღია, ასევე სამართალდარღვევის ჩადენას დაკავები არის ერთი ნაწილი, მაგრამ თუ სამართალდარღვევა ჩადენილია, ამას უნდა მოყვეს სამართალდარღვევის ოქმი, ამაზე უნდა იბრძოლოს შემდეგ ადმინისტრაციულმა სამართლემ და უნდა დაადგინოს სამართალდარღვევა ჩადენილია თუ არა. მზიას შემთხვევაში ეს პროცედურები საერთოდ არ არის ჩატარებული, იმიტომ რომ ოქმიც კი არ არსებობს სამართალდარღვევის და ასეთ დროს პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ მზიამ ერთხელ უკვე ჩაიდინა სამართალდარღვევა და მან შეიძლება დანაშაული კიდევ ჩაიდინოს, რაც რა თქმა უნდა იყო უდანაშაულობის პრეზუმპციის ძალიან ნათელი დარღვევა. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ ვიცი, ადეკვატურ ვითარებაში გასაგებია როგორი მოლოდინიც უნდა გქონდეთ, მაგრამ ახლა როგორი მოლოდინი გაქვთ, როგორც ჩანს შაბათს უკვე იქნება ხომ სურათი ნათელი და ამ შუამდგომლობაში როგორც ვიცით არ არის ნახსენები მზია ამაღლობელის შიმშილობა. როგორც ჩანს ესეც არ არის
არა, იმიტომ რომ ეს მზია ამაღლობელს თავიდანვე აქვს ნათქვამი, რომ მას არ სურს არანაირად, რომ თავისი ეს შიმშილობის პროცესი, ეს პროტესტი გამოიყენოს საქმეში რაიმე ტიპის შეღავათებისთვის და შიმშილობა, გაუარესებული ჯანმრთელობა ამის გამო არ არის არგუმენტები ჩვენ შუამდგომლობაში, რომელიც წარდგენილია. ჩვენი შუამდგომლობა მთლიანად ეფუძნება იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომელიც საქმეში არსებობს, შიმშილობის მიღმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიღმა და აი ამ არგუმენტებზე დაყრდნობით ვითხოვთ პატიმრობის, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმებას, იმიტომ რომ ამის არანაირი წინაპირობები არ არსებობს და 24 საათში მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს განიხილავს თუ არა ამ საქმეს, ან დაუშვებს თუ არა ამ შუამდგომლობას განსახილველად და ჩვენ უკვე 24 საათში პრინციპში გვეცოდინება, ყველამ დროს უკვე გვეცოდინება, როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება ამ საკითხზე. ბოლოს გითხარით აუცილებლად სტრასბურგზე რა ნაბიჯები რჩება საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვამდე, რა ეტაპზეა ეს პროცესი? დიახ, რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს ეს პარალელური პროცესია, იმიტომ რომ მზია ამაღლობელთან მიმართებით უკვე დაირღვა კონვენციის ის უფლებები, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართვის საფუძველი, აქ იგულისხმება ის, რომ აღკვეთის ღონისძიება უკვე იყო მის წინააღმდეგ გამოყენებული უკანონოდ, ის უკვე ერთი თვე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ეს არის საფუძველი, რა თქმა უნდა, მიმართვის სტრასბურგის სასამართლოსთვის. ჩვენ ახლა ვართ მომზადების ეტაპზე, შორის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ხდება ამ საჩივრის მომზადება და ჩვენ, როდესაც გვექნება მზად ეს საჩივარი, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გაცნობებთ და გავაგზავნით სტრასბურგის სასამართლოს. ეს პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. ბოლოს თემურ ქათამაძეზე გაქვთ თუ არა სრულყოფილი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გითხარით და დავასრულოთ. დიახ, რა თქმა უნდა, ესეც კიდევ ერთი მძიმე საქმეა, სადაც შიმშილობა უკვე ხანგრძლივად გრძელდება. ჩვენ დიდი ხანი ვითხოვდით ამ დოკუმენტებს და მხოლოდ გუშინ მოგვეწოდა ნაწილობრივ ეს დოკუმენტაცია, თუმცა ეს დოკუმენტაცია ადასტურებს იმას, რომ მხოლოდ ძალიან ისეთ მინიმალური კვლევები ტარდება ამ დროისთვის, რაც წნევის გაზომვა, რაღაცა ის ძალიან ელემენტარული შემოწმებები ტარდება და თვითონ ბატონ თემურსაც არ სურს ამ ეტაპზე კლინიკაში ასე გადასვლა. ის არ ითხოვს ამას, აგრძელებს შიმშილობას. მისი თხოვნა იყო, რომ ადვოკატს გადაეცა წერილი საპატრიარქოსთვის, მას თხოვა ჩვენს ადვოკატს, რომ ეს წერილი გაგვეგზავნა საპატრიარქოში და მისი ეს თხოვნა შესრულდება, რა თქმა უნდა, მას სურს, რომ მოინათლოს ქრისტიანული წესით და თხოვა, რომ ეს თხოვნა გადაგვეცა საპატრიარქოსთვის და ახლა ამ პროცესში. გასაგებია სხვათა შორის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან ილია მეორესთან ის არის შეხვედრილი რამდენიმე ათეული წლის წინ და ამის ფოტოც ვრცელდებოდა. დიდი მადლობა ნონა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი.